სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და პრაქტიკული. ქრისტიანი უნდა წავიდეს იმ მეგობრის და იგულისხმება ქრისტიანი ძმის მეგობრის ქორწილში, რომელიც ურწმუნოზე ქორწინდება. და ეს კითხვა სხვათაშორის დღის წესრიგში დადგა, როდესაც ალისტა ბეგი, რომელიც არის ჯონ მაკარტურის ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაცაც იგივე კითხვა დაუსმეს, ბებია წასულიყო თუ არა შვილიშვილის, რომელიც ჰომოსექსუალიზმზე ქორწინდებოდა. წარმოიდგენიათ, ესე იგი, აქ 85 წელში ლაპარაკია ურწმუნოზე დაქორწინებაზე და წარმოიდგინეთ უკვე გადის რამდენიმე წლები და პიროვნებები კითხვას სვამენ ჰომოსექსუალისტ და ღიად ჰომოსექსუალისტზე რო ქორწინდებიან. და ბებია წავიდეს თუ არა და ალისტა ბეგმა მაშინ თქვა რომ წადი რომ დაამოწმო გული მოიგო და არ დაკარგო შენი შვილიშვილიო. და ამაზე ძალიან ბევრი კრიტიკა მიიღო და მეგონი ჯონ მაკარტურმაც ეს არ მოიწონა ეს მისი საქციელი. აი მოусმინოთ ახლა ჯონ მაკარტურს რას უპასუხებს ამაზე, იგივე კითხვას რუფუსი სვავს, რომელიც პირველი კითხვა დასვა და მე გავყავი ეს კითხვები. ქრისტიანი მეგობრის შემთხვევაში, რომელიც აპირებს არა მორწმუნეზე, ანუ ურწმუნოზე დაქორწინებას, ურჩევდით საქორწილო ცერემონიის დასწრებას, როგორც მათი მეგობარი? და ჯონ მაკარტური პასუხობს: მე არ წავიდოდი პირადად. ეს ჩემი საკუთარი განცდაა და თქვენ იცით, რომ ეს ასევე აჩენს საინტერესო ასს. შემიძლია თუ არა, უბრალოდ ახლა საილუსტრაციოდ ეს მოგიყვანოთ მე. როდესაც მე პირველად მოვედი გრეისის, ანუ მადლის ამ ეკლესიაში, ეკლესიაში იყო აქ ძალიან გამოჩენილი ადამიანი და მე მახსოვს ეს პასუხი ძალიან კარგად დამამახსოვრდა, რასაც ჯონი ყვება ამ ამბავს. ძალიან გამოჩენილი ადამიანი, რომელიც იყო მასწავლებელიც, უხუცესიც და ძალიან ჩართული იყო ეკლესიის საქმეებში. და მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც აპირებდა ურწმუნოზე დაქორწინებას. და ეკლესიის გამგეობამ თქვა, რომ ეს იყო პირველი, ალბათ 2 კვირა, რაც მე მოსული ვიყავი აქ. და ეს პიროვნება იყო ერთ-ერთი მთავარი ლიდერი წამყვანი ამ ეკლესიაში, რომელმაც ბევრი ფულის დონაცია გააკეთა და სპონსორობა გაუწია ამ ეკლესიას. და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. და მათ უთხრეს გამგეობამ, კი, რა პრობლემაა, გააკეთე ქორწილი. მე უთხარი, მიუხედავად ახალგაზრდა პასუხი და ახალდაწყებული ვიყავი. მე პირადად არ შემიძლია მორწმუნე ურწმუნოზე დავაქორწინოთქო. და ის ამბობდა, ხომ შეიძლება რომ ჩვენ ქრისტესთან მოვიყვანოთ, მე ამითი ეს ადამიანიო. ნახეთ, და ზოგიერთი მათგანიც ამას მხარს უჭერდა. და ეს ხდებოდა ძალიან დიდი ხნის წინ ის ამბავია, მაგრამ მე კარგად მახსოვს ეს. და მე უთხარი მათ თხოვე, მოდით დავჯდეთ და ჩავხედოთ წმინდა წერილსკო. ასე რომ ჩვენ წინა ღამეს დავჯექით და გადავხედეთ წმინდა წერილს. და ისინი დარწმუნდნენ, დიახ, ჩვენ არ შეგვიძლია მათზე დაქორწინება არავითარ შემთხვევაშიო. ასე რომ რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ? მოდით, თუ ჯონს ვერ შეძლებს ამას, მოდით სხვა ვინმე მოვიყვანოთ და დააქორწინოს ერთმანეთზეო. უბრალოდ დაუთმოთ ჩვენ ეს სამლოცველო ადგილი, ჩვენი ეკლესიის შენობა და ერთგვარი რაღაცა შუამავლობით მოვახერხოთ ეს საქმეო. და მე უთხარი, კარგით, მაშინ ნება მომეცი დაგისვათ შეკითხვა. ეს იქნება ისეთი ქორწინება, რომელიც განადიდებს და პატივს მიაგებს იესო ქრისტეს, ხო? არაო. ესე იგი, ეს არ არის საშუალება ქრისტეს პატივისაცემად, ხო? და მართმა ერთმა უხუცესმა თქვა, დიახ, ჩვენ არ შეგვიძლია ეს ქორწილი აქაც არანაირად ამ შენობაში ჩავატაროთო. და მესამე კითხვა იყო, შეგვიძლია მაშინ წავიდეთ და დავესწროთ, სადაც ჩატარდება სხვაგანო? ესე იგი, და მე ვთქვი, თუ ქრისტეს ეს ქორწინება პატივს არ ასცემს. მაშინ ჩვენ როგორ შეიძლება მონაწილეები ვიყოთ და იქ წავიდეთქო? მე მგონი ეს არ იქნებოდა სწორი. და ეს არის ჩემი საკუთარი განცდა იმ დროს და ეხლაც იგივე შემიძლია ვთქვა. მე არ შემიძლია ამის ხარდაჭერა გამოვხატო არანაირად და წავახალისო ესეთი ქორწინება. და კიდევ ვიმეორებ, ეს არის ჩემი გულის რაღაცა ძახილი და თქვენთვის მომიდია გადაწყვეტილების მიღება. დიახ, მადლობა ჯონ პასუხისათვის.